მოგესალმებით. დღეს ჩანგლის მესამე ეპიზოდი ჩავწერე, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ მოსე დამეხმარება. რადგან სხვა ყველა დაკავებულია. დაკავებულია რა, დაჭერილია. ხო სინონიმებია ეს სიტყვები თითქოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ყველა სიტყვასთან ფრთხილად უნდა იყო. დღეს შაბათია და ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სუსმა სახელმწიფო გადატრიალება დაანონსა და ბოლოს ჩვენ დაგვაბრალა რო ვერ გამოვიდა და ჩვენმე დაგვაკავა. მე ჯერ არა, იმიტომ რომ ჩემი ოჯახიდან არის უკვე ერთი დაკავებული და მეორე წრეზე წასვლა დეკემბრის ბოლოსკენ უწევთ. ხოთაშორის სუსის ახლანდელი უფროსი ბატონი მამუკა მდინარაძე ქალაქ თერჯოლიდანაა. იქედან, საიდანაც მე და ჩემი ძმა. როგორც ხედავთ, თერჯოლამ სუსის უფროსიც აღზარდა და რევოლუციონერი იუმორისტიც. იუმორი რომ მთლიანად ჩვენ გამოყვა, მაგაზე პასუხს არ ვაგებთ. და გემოვნება ფეხსაცმელებში და კარგი მხედველობა. გიტარა, ვოკალი და მოქნეული მუშტის აცილება მამუკასი. რაც მამუკა დაინიშნა სუსის უფროსად, თერჯოლაში ძალიან დიდი რამ შეიცვალა. ახლა მამუკა სადღეგრძელოს მესამეს ნაცვლად მეორეზე ამბობენ ხოლმე. უფალი და მერე მამუკა ეგრევე, მშვიდობამდე. იმიტომ რომ მამუკა უდრის მშვიდობას. თერჯოლის ერთი წარმომადგენელი ზის ციხეში და მეორე წარმომადგენელი მის გაინცავს საქართველოს. თერჯოლის პირისპირ. დინარაძე ფიქჩერსი. რა ვისწავლე მე პირადად 4 ოქტომბრისგან. მოსე, სუსის აგენტი ხარ? მე? რატო? რავი ისე. რავი სამხილი გაქვს? რადგან სუსის აგენტი ხარ და მორჩა? ეგრე შენც ხარ. ოკეი. 4 ოქტომბრის გადატრიალების ცდილობის შემდეგ დააკავეს 5 ორგანიზატორი და 39 მონაწილე. და ეს მარტო წარუმატებელზე. რომ გადაეტრიალებინათ ხალხს წარმოიდგინეთ, რამდენს დააკავებდნენ. მოწყალია ქართული ოცნება. საინტერესო პროფესია აღმოჩნდა შსს მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს. მოკლედ ამხელა და ამხნის კაცი დგას და სახელებს და გვარებს აცხადებს. ოღონდ მარტო პირველად სვევს. ახო, აზზე ხარ? ხზ, ხუიევო знает. დაკავების სპეცოპერაციებიც გავდა ტერორისტების აყვანას. სპეცრაზმით და იქვე პიანისტი დაძაბულ მუსიკას უკრავდა. და მერე ად აცხადებდა რომ დააკავეს ლ, ჯ, გ, ბ და აშ. ეს ბოლოსში ასე შემდეგ იყო. ეძებდნენ ასეთ თავიანთ ეგრეთ წოდებულ ტერორისტ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ადამიანები. წარმოიდგინეთ 2010 წელსაც ამერიკასაც ასე რომ გამოეცხადებინა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია. ჩვენ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურდა ОБЛ. დღემდე არ გვეცოდება ვინ მოკლეს. ოსამას მეგობრები რომ დარბიან პროჟექტურებში და ეძებენ ძმაკაც. როგორც ΕЦ სახელმწიფო და ՍУС ის სამსახურის უფროსი մ გვეუბნება ოპერის ბანმა ՊＢ და ექიმა გჩ-მ ერთად დაგეგმეს სახელმწიფოს აკერავება. ზოგადად რითაც არიან დაკავებულები ექიმები და ოპერის მომღერლები. Casual day of their lives. ცუდი ლოზუნგი იყო 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ. ცუდი ლოზუნგი იყო 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ქოცის მოშორება ვარლამწიკლაურის ორგია არაა 4-ში დაიწყოს და 4-ში დამთავრდეს. ბევრი რამ იყო ხარვეზი და შეცდომა ცალსახად. მთავარი შეცდომა რასაც აქციაში მონაწილე ხალხი უშვებს არის ის რომ ბევრს ლაპარაკობს. აქ საღალაპარაკო აღარაფერია. და ამას მე ვამბობ ადამიანი რომელიც ლაპარაკითაა ცნობილი. 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დაკავებულია 104-ზე მეტი ადამიანის სისხლით და კიდევ უამრავი ადმინისტრაციულად. დაწერილია მილიონობით ლარის ჯარიმა და ეს იმიტომ რომ გასაოცარი დემოკრატია, პრომაქსი, ტერაბაიტიანი. ჩვეულებრივი დემოკრატია რო იყოს 20-ზე მეტს არ დაიჭერდნენ და მარტში გადადგებოდნენ. მაგრამ გასაოცარი დემოკრატია რისია თუ არ დაგაეჭვესენ და დიქტატურა ხო არაო. აბა დემოკრატიას ეცართავის სახელი რა დუნდა? ეცართავის სახელი რა არის გეცოდინებათ კონცეფტს ეს. დააკავეს ასევე DJ, გამას მებრძოლი, ონკოპაციენტი, ერთ-ერთი შეუმტანი ოჯახში. ხოთაშორის გამას მებრძოლი თავის ფეხით მივიდა განყოფილებაში როგორც საკუთარი ინიციალების ამომცნობი და იკითხა მე ხო არ მეძებთო. ასე იქცევიან აკაცუკები. ნამდვილი ვაშკაცები კი ვაშკაცებს ასე შუთი ამბობენ პირველ რიგში. ვაშკაცები. მერე მიდიან საჩხუბრად დანით, მოხვდება ტბაში, მერე გარბიან და საჩივარს წერენ. სამჯერ აკითხავენ გაუმძებელს აღზარით საქმე მეშინიო, მერე ვიღაცებს ჩარებს საქმეს აღზრავენ, თაბუკაშვილის განყოფილებაში დაიბარებენ, მან მეშინიო ვერ მოვალო და ბოლოს მაინც მივა ვაშკაცურად საიმანქანა ხალხით. ასე იქცევიან ვაშკაცები. ორგანიზაცია გამამ როგორც გამას შეეფერება, ოდნავ დახრითა და მერე გვერდზე გაწევით, აიცილა დაკავებული წევრი და ეგო ძმაო, ჩვენთან აღარ თანამშრომლობს იანვრიდანო და სამჯერ დაარტყა ხელი იატაკზე. საინტერესო რომ ექიმი გოგი ჩახუნაშვილის დასაკავებლად მივიდა პოლიციის განუსაზღვრელი რაოდენობა, რის გამოც დრო ვიხელთეთ BMW-შიკებმა და ჩინელების დასახლება ავაწიოკეთ ვარკეთილში. 5 ოქტომბრის მერე პოლიცია აღარ კეტავს რუსთაველსო და ვინ დაკეტავდა. აგერ 71 წლის პედიატრი კაცის აყვანა იგეგმებოდა ძმაო თურმე. შენ ხო არ გადაობ, იქ ერთი შეცდომა და დაითესებე ექიმი. ექიმ შენ დაეწევი მერე? იცი რამდენი ექიმია მიმალვაში? მერე სადღაც ვიღაცას ეს გადამალული ექიმის სიმთვრალეში ეტყვის, ყველაფერზე ანტიბიოტიკს ნუსვამო და ეგრე პოულობენ და იჭერენ ეგეთ ექიმებს. თან ექიმ ჩახუნაშვილის შვილიც პედიატრი ყოფილა. მეორე შვილიც პედიატრი ყოფილა. ასეა, ვისაც ბავშვები ყურს, იმასთან ომი უნდა და რევოლუცია. ზოგადად ეგრეა, სამი პედიატრი ოჯახში ისე მართლა სიგიჟია. მაგ ოჯახში რო ვიყო ბავშვი და სურდო მომცეს, მაგრად გამიტყდება. მინიმუმ 16 წლამდე არ უნდა დააცემინო ბავშვმა წესს. რაც თავარი ექიმ ჩახუნაშვილს, რომელიც სპეცრაზმით ISIS-ით საფრანგეთის ლეგიონით 300 სპარტელით 5 დრონით და 6 ტანკით დააკავეს, შეუფარეს 20,000 ლარიანი გირაო, რომელიც 15 წუთში შეგროვდა და ბატონი გოგი უკვე გარეთაა. როგორც ხოცებს ჩვევიათ, ფული არ ჩვენ გვენანება ერთმანეთისთვის, როგორც ბატონ ბიზნესში ჩვევია. მოკლედ ექიმი ისევ გარეთაა ქუჩაში, ლაღად დადის და ფრთხილად ხალხო. ფრთხილად. კაცი როდის უნკურნალებს თქვენს ბავშვს არ იცით. როდის რა წამოულის და თქვენს შვილის გამოჯამთელებაში დაეხმარება არავინ იცის. 100 თვალი და 100 ყური გინდათ. 10,000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს მუსიკოსი და DJ ია დარახველიძეც. DJ იმიტომ დავამატე რომ ზუსტად არ ვიცი ეგ მუსიკოსობაში ითვლება თუ არა. შორიდან კლავიატურში კობას გავს. დააკლიკე და გააბოლე. დაჭერილი ექიმი, მსახიობი, იუმორისტი, სტუდენტი, DJ, მომღერალი, ოპერის მომღერალი და ეს ყველაფერი Deep State-ისგან თავის დასაცავათო კოციბიძია. არა უშავს მეგობრებო, ამ ქვეყანაში ყოველთვის ჯავახიშვილებს და
პოსტავებს იჭერდნენ. ამ ქვეყნიდან ყოველთვის სააკაძეები, ქაქუცები და ექვთიმე თაყაიშვილები გარბოდნენ. ხოლო ორჯონიკიძეები, კიტოვანები და ხაინდრავები მშვიდად აგზელებენ დღემდე ცხოვრება. დღემდე რა, მხოლოდ ხაინდრავა. 4 ოქტომბერს ასევე ჩატარდა ეგრეთ წოდებული ადგილობრივი არჩევნები. მეორე ფრონტის გახსნაზე რო ლაპარაკობდნენ ქოცები, სულ თვითონ გაგვიხსნეს ორი ფრონტი 4 ოქტომბერს და ორივეში მოგვიგეს. ერთში არ ვთვლით თავს წაგებულად გერმანიიდან რას ფიქრობენ არ ვიცი. მეორეში შეიძლებოდა გამარჯვება, მაგრამ ეგეც უსის დაგეგმილი ყოფილა მთლიანად. ჩვენს გვათამაშეთ, ბლიად ერთი ჯოისტიკი მოგვეცით. საკრებულოში ვერ შევიდა პარტია გახარია საქართველოსთვის გერმანიიდან. ანუ პარტიამ გახარია საქართველოსთვის გერმანიიდან, ისე უпростоრად სახელი იქნებოდა კარგი, გახარია საქართველოსთვის გერმანიიდან დურხლელო. დურხარის ჩერეს გერმანულად. მოკლედ პარტიამ გახარია საქართველოსთვის გერმანიიდან დურხლელო, აიღო იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე პლაკატი დაბეჭდა და გააკრა. შესაბამისად პარტიის ლიდერმა soll noch seine Arbeitserlaubnis verlängern oder soll das Deutschland sofort verlassen. Das ist nicht sicher für ihn, der kann ins Gefängnis gehen, wenn er nach Georgien zurückkehrt. Georgisches Volk! ბოდიში, სხვაგან წამიღო, ერთი წუთით ბოდიში. გერმანული ლუდია და იცის. მოკლედ, გახმაჩოზე მეტი ხმა აიღო დიახ იაგომ და ალტიფომ. თან ცალცალკე. იმ იაგომ და ალტიფომ შარშან საპარლამენტოში რომ ბარიერი ვერ გადალახეს. და ესეც ნაცებს დაბრალდა, ანუ ყველას, ვინც ქოცი არაა და პლუს ბექა ოდიშარიას. თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 45 ქოცების იქნება 2 ლელო, 2 იაგოს გირჩი და 1 ალტიფო. უფრო მეტი ქოცი ვისაც გინდათ 2029 წლამდე მოიცადეთ. თბილისის მერი მესამედ გახდა კახი გალაძე. კახის ყოველმა მეხუთე თბილისელმა მისცა ხმა, კახის ხუთიანი არა და არ შორდება. საერთოდ ჯამში სიტუაცია ისევ ისეა. 4 ოქტომბერს საბედნიეროდ ყველაფერი ისე გავინთადა რომ ამ ქვეყანაში ისევ ლალი მარაშკინა და იუნა შაფათავა იბლატავებენ. მადლობა უფალს იმ ბოზებმა არ მოახდინეს რევოლუცია და თავზე არ მოასწრდნენ ქვეყანას. დღეისათვის სულ ეს იყო. გამორთე კამერას შესუსიშნურო და დავაი აქციაზე. სუსიშნირი შენ თვითონ ხარ, ბიჭო. ოკეი.